ბრენდის ფილოსოფია მთის და მთისმოყვარულების ურთიერთობის შთაგონებით შეიქმნა. თუ რამხელა დატვირთვა აქვს მოგზაურობაში ერთის მხრივ ადგილებს და მეორეს მხრივ ადამიანებს, რომლებსაც ამ ადგილებში ხვდებით. აქედან გამომდინარე ძალიან მკაფიოდ განისაზღვრა ბრენდის როლიც და არსიც, რომელიც ადამიანებს და ადგილებს შორის ურთიერთკავშირის შექმნას გულისხმობს. თითოეული ადგილი, სადაც ბრენდია წარმოდგენილი, კონკრეტულ ისტორიას ყვება, წარსულს და აწყოს ერთმანეთთან აკავშირებს. ამასთან ერთად თითოეული ბრენდი კონკრეტული ადგილის გარშემო საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს აერთიანებს. და ბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ ადგილს გამორჩეული ადამიანები ქმნიან. თავდაპირველად სტრატეგიას მივდექით კლასიკური მეთოდოლოგიით. პირველი რაც გავაკეთეთ იყო desk research-ი, რომელიც რამდენიმე ფაზას მოიცავდა. პირველი იყო უშუალოდ ჰოლდინგის და მასში შემავალი ბრენდების ანალიზი. ძალიან ავთენტური და სასიამოვნო პროცესი იყო ჩვენთვის იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც კარგად ვიცნობდით უკვე ამ ობიექტებს, ჩვენი ემოციური კავშირები და მოგონებები და ისტორიები ჰქონდა, გუდაურის ნაწილს გულისხმობ. შემდეგი ეტაპი უკვე იყო საქართველოს ბაზარზე კონკურენტების ანალიზი და მესამე ფაზა იყო გლობალური ტრენდების კვლევა. Desk research-ის დასრულების შემდეგ უკვე გადავედით ინტერვიუების ნაწილზე. ჯამში ჰქონდა 6 ინტერვიუ 6 stakeholder-თან. ინტერვიუების დასაწყისშივე გამოჩნდა, რომ ძირეულ საკითხებზე ვთანხმდებოდით და რაღაც ერთ რელსებზე ვიყავით. სახელზე ფიქრისას სტრატეგიიდან გამომდინარე გამოიკვეთა ორი მთავარი მანიშნებელი. ერთი, ბრენდი, რომელიც აკავშირებს ადამიანებს და ადგილებს ერთმანეთთან და მეორე, რომელიც ქმნის ახალ გრავიტაციულ წერტილებს სხვადასხვა ადგილებში. აქედან გამომდინარე შევარჩიეთ სახელი ლენდმარკერი, რომელიც თავის თავში ატარებს საკმაოდ გაბედულ ხასიათს და კარგად გადმოსცემს ბრენდის ფილოსოფიას.